მარგინალურ სუბიერებად მოდის ევროპიდან, ანუ დასავლეთიდან როგორც ვნებათ ისე გაიგეთ. შეეხო ოჯახის ინსტიტუციებს. და სულიერ გაარღვიეს. დამხრი. ცება არის მათი ეს მამასა დედას და შენსა. ბავშვს ორი მამა პირველ მამა მეორე დედა აღარ არის. ან ორი დედა ყავს, დედა აი რასაც დასავლეთით თავაზობს. ხო. ანუ ეს თისწინავდე ბრძოლა არის. უკეთესად ფარო ჩვენ სიკეთით უნდა ვიბრძოლოთ, ხო? ამიტომ არათა ლანძღით მუშტით არა ჩვენ ოჯახის სიწყდე გამოსხდით, სადაც ორივე საჭირო, დედას და მამას. ერთად, რომ ასე აკურთხა უფალმა. აღოდით, გამრავლდით, ავსეთ ქვეყანა. ეუხეთ მას და თავროდით. რომს არ მრავლდება, იგი ის გადაშენდება. რომ ის კუთხებას არ ყოფს. და როგორ გამრავლდება თუ ოჯახში დედმამა არ იქნება. და შვილს იშვილებენ და არაჯანსაღ გარემოში ზღია. ანუ ცნობიერება ბავშვებს დაზიანდება უკვე პატარაობიდან. ამიტომ უკეთესად ფარო უდიდეს თვით დადგენილი ოჯახი დავიცვათ და თქვათ ოჯახის სიწმინდე იყოს. და მარტო ცოლ-პარში არ არის. ოჯახში ჯანსაღი გარემო უნდა იყოს. უთეთ სიყვარული, თანადგომა და აი სწორედ აი ამ ოჯახის სიწმინდეს დადგენილს უთხეულს და ამის აქტუალიზაციას ემსახურება დღევანდელი დღე. თქვათ ახლა შემოიღო და ხალხის სიმრავლე რომ თამაშ ესება და მოწევს იმაზე რომ უმრავლესობა ერისა მომხრეა ის მიერ დადგენილი ოჯახის ინსტიტუციის და ჩვენ თამაშ ლოცავ და ვიხარია რომ ამ მრავალნი მოდიან მშობლები ბავშვებთან ერთად სასწავლებლებიდან მოყავს და ბრევში თავისად უკვე არის. ამიტომ ხდება ერის გამთლიანება და გაერთიანება. რის საფუძველზე? ოჯახის სიწმინდის და ოჯახის სიმტკიცის საფუძველზე. რომ დღეს სამწუხაროდ არის ოჯახები და გაყრილია დედმამა, ბავშვი კითხა აქეთ ბავშვი იღება არიან ზოგი უცხოეთში წასული მამა დედა, ზოგი აქ არის. ანუ აი ჩვენ ვითხოვთ რომ თლიანობა ოჯახისა ერის თლიანობის საფუძველია და ამას ემსახურება ეს აღნიშნა. ჩვენ გვინდა გავაცოცხლოთ საზოგადოების ცნობიერებაში არა მარტო ეკლესია და სარწმუნოება, არამედ ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ამისა, რომ იყოს ჯანსაღი ოჯახი. მათი ახლა შემოიღო მესამე ბავშვის ნათლიად უცნები და რამდენიმე 10,000 ბავშვი გადარჩა არ მოწყვეტილი. ეს თითქმის დემოგრაფიული პრობლემა არის. რომ ეს დღევანდელი დღე აი მრავალ მხრივ ჩვენი ერის კეთილდღეობას ემსახურება. ასე ვიტყვი. მეგზელი იყავით თქვენ?